თავდაცვის სამინისტრომ ჯაველინების შესყიდვის მონაცემები, რომელიც საიდუმლო უნდა ყოფილიყო, საჯაროდ გამოაქვეყნა. ინფორმაციას კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ავრცელებს. MRT-ს აპარატის საიდუმლოდ იყიდეს ჯაველინის შესყიდვის ყველა მონაცემი კი საჯაროდ გამოაქვეყნეს, წერს ის. სწორედ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის სავარაუდო კორუფციულ სქემაზე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ერთი კვირის წინ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს და ხმების 60%-ზე მეტს აიღებს. მოქმედი მერი მესამე ვადით ოფიციალურად გასულ კვირას წარადგინეს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებიათ გახარიას პარტიასა და კოალიცია ძლიერ საქართველოს. საქართველოში ფრანგი ფოტოგრაფი არ შემოუშვეს. ჰიშამ ელ-ბოუჰმიდი აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მესაზღვრეებმა მას უარის მიზეზად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები დაუსახელეს. რუსეთის საჰაერო ძალებმა ხერსონში დღეს უკვე მეორედ დაბომბეს საავტომობილო ხიდი. დაღუპულია ერთი ადამიანი. ხიდზე, რომელიც ხერსონის ცენტრალურ ნაწილს ერთ-ერთ რაიონთან აკავშირებს, რუსებმა გამთენიისას 2 მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. დაზიანდა გაზსადენი და ინფრასტრუქტურა, რამაც მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება გაართულა.